ჩვენი სტუდიის სტუმარია ზვიად ქორიძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ჟურნალისტი, საღამოშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა, რომ გვესტუმრეთ. მზია ამაღლობელმა შეწყვიტა შიმშილობა ის თვეზე მეთხანს შიმშილობა. ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ. მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მზია უნდა იყოს ძალიან ხნე, ძალიან ყოჩაღად, იმიტომ რომ ის ძალიან დიდ ბრძოლაშია და ის არის ჩვენი ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურსორი. დიახ, აი ამ შიმშილობის შეწყვეტის მნიშვნელობა და ასევე კლიანად ეს შიმშილობა რა ტიპის აქტი იყო აი ამ ჩვენს არსებულ რეალობაში. მოდი დავიწყოთ თავიდან იმით, რიცით პრინციპში დაიწყეთ შიმშილობის შეწყვეტის მნიშვნელობა, რომელსაც ჩვენ არაერთხელ თხოვეთ კოლეგებმაც და საზოგადოებამ, რომელთაც გულთან ახლოს მიიტანა მზიას დაკავება, უკანონო პატიმრობა და ასევე ის, რომ შიმშილობდა ამდენი ხნის განმავლობაში. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი გადაწყვეტილება მზიას. დიდი მადლობა მას ამისთვის, იმიტომ რომ მზია აი ამ ბრძოლაში არის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა. ზოგადად თელს ბრძოლაში, რომელსაც დღეს ქართული საზოგადოება აწარმოებს, არა მხოლოდ თავის ბრძოლაში, სადაც აუცილებლად ასევე ხნედ და ყოჩაღად უნდა იყოს მზია, არამედ ზოგადად ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ მან თელ ქართულ საზოგადოებას აჩვენა თავგანწირვის რაღაც კოლოსალური მაგალითი, ისეთი, რომლის მსგავსი ალბათ არ ყოფილა ხო ჩვენს სინამდვილეში და ეს იყო მართლა ისეთი შეუპოვრობისა და ბრძოლის ნიმუში, რომ ვერაფერიც კი ვერ დაუპირისპირა ხელისუფლებამ, იმიტომ რომ პრაქტიკულად გამოაცალა ყველა აი ეს ბერკეტი, ზემოქმედების, ზეწოლის, შანტაჟის და შეურაცხყოფის ხელისუფლებას, იმიტომ რომ მზია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავის წილ იმ საქმეში, რომლის გამოც ის დღეს არის საპყრობილეში, ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეში არის მართალი, არის აუცილებლად უნდა გამოვიდეს მზია საპყრობილიდან და მეორე მხრივ ის არის ქართული საზოგადოების მართალი ბრძოლის ძალიან სერიოზული მებარიახი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, არა პერსონალურად, იმიტომ რომ მზია ჩემი მეგობარია და მე მინდა რომ ის იყოს კარგად და ის იყოს ჯანმრთელად და ის იყოს მხნედ, არამედ ამ ბრძოლას აუცილებლად მზია ჭირდება თავისი შემართებით. სწორედ ისეთი შეუვალი და სწორედ ისეთი მებრძოლი, როგორი შეუვალი და მებრძოლიც ის იყო 58 დღის განმავლობაში. შეუვალობა და ბრძოლის უნარიანობა, რომელიც მზიამ აჩვენა ერთი მხრივ და მეორე მხრივ რეჟიმისთვის რა ტიპის პრობლემა გააბანკროტა რეჟიმი. რა ტიპის პრობლემა იყო ეს შიმშილობა და რა ტიპის პრობლემად რჩება მზია ახლაც შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, როგორც უკანონო პატიმარი ივანიშვილისთვის. შიმშილობდა მზია თუ არ შიმშილობდა, ის უკანონო პატიმარია. მზია ამაღლობელი არ არის დამნაშავე, მზია ამაღლობელი არ უნდა იყოს საპყრობილეში არანაირი სამართლებრივი ნორმებით. ეს ყველაზე კარგად თვითონ ხელისუფლებამ იცის, მაგრამ ისინი არ იტეხენ იხტიბარს, ვერ არქმევენ მზიას ქმედებას დანაშაულს, ვერ არქმევენ ამ ყველაფერს ისეთი ტიპის ქმედებას, რომლის გამოც ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს სამართლიანი სასამართლოს პირობებში საპატიმროში, მაგრამ დღეს ხელისუფლება ჩვენ არ გველაპარაკება სამართლის ნორმებით, არც მზიას ელაპარაკება სამართლის ნორმებით. ხელისუფლება დღეს სამართლიანი მართლმსაჯულების სტანდარტებს არ ამკვიდრებს, ხო? ამისთვის ხომ არ იბრძვის ბიძინა ივანიშვილი? ბიძინა ივანიშვილი იბრძვის იმისთვის, რომ პოლიცია ჯიბეში უნდა ყავდეს და მისი სადამსჯელო რაზმი უნდა იყოს და ასეთი არის აი ის კონკრეტული პოლიციელები, ხო? ის ბესელია, ის დგებუაძე, ის ვანიძე, რომელიც ახლა ცრომოწმედ გამოდის ხო სასამართლოზე, კიდე სხვა პოლიციელები, რომლებიც ჩვენებას აძლევენ, როგორ დაინახეს შეფაგლული ლოყა დგებუაძის და ასე შემდეგ. ეს არის სადამსჯელო რაზმი. არა მარტო ეს პოლიციელები, არამედ ყველანი, ვინც ბიძინა ივანიშვილს, ვისაც ბიძინა ივანიშვილი მუნდირში ხედავს, ხო? აქეთ არის პროკურატურა, რომელიც ასევე მისი უნდა იყოს და ასევე ჯიბის პროკურატურა უნდა იყოს და ასეთივე ჯიბის უნდა იყოს მართლმსაჯულება. ბიძინა ივანიშვილს არა აქვს იმისი მოთხოვნილება, რომ ჩვენ გვითხრას, რომ მართლმსაჯულება აქ არის მაღალი სტანდარტების და ის ამისთვის თითქოს იბრძოდა ეს 13 წელი. არა. ის იბრძოდა ზუსტად იმისთვის, რაც
მოიტანა მან საზოგადოებას 13 წლის წინ მისცა დაპირება რომ ის შეცვლიდა ამას, მაგრამ მან პირიქით მან შეძლო ის რაც წარმოუდგენლად გვეჩვენა ჩვენ რომ ყველა აი ეს მართვაჯულების ბერკეტი მან გაიხადა თავის პირად ორღობის მართვაჯულება და ამ ორღობის მართვაჯულებას რა თქმა უნდა არ ჭირდება სტანდარტები. ეს არის ბიძინა ივანიშვილის სტანდარტი, ჩვენ არ ვიცით ის დღეს როგორ იქნება და ხვალ როგორ იქნება ეს მარტო მანიცის როგორ გაიღვიძებს თავის ნებისმიერ დილას და რა სიტყვის და როგორ მოიქცევა. ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ ჩვენ დავინახეთ რომ ეს 38 დღე არის რაღაცა ტოტალური პრესინგი ბრძოლა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, იმიტომ რომ მზია ამაღლობელი პერსონალურადაც უნდა გატეხილიყო და ვერ შეძლო მისი გატეხვა, მზია ამაღლობელის სახით უნდა დაეთრგუნა კონკრეტული მედია საშუალებები და ვერ დათრგუნა, მზია ამაღლობელის მეშვეობით უნდა დაეთრგუნა მთელი ქართული მედია და ვერ დათრგუნა, მთელი ქართული საზოგადოება და ვერ დათრგუნა. ჩვენ ხედავთ როგორ იქცევიან ხო ჩვენი სინდისის პატიმრები ხო, ზოგი უცხადებს სოლიდარობას და აცხადებს შიმშილობას, ზოგი აი თავისი სასამართლო პროცესებზე გაკეთებული განცხადებებით სამოქალაქო გმირობის შედევრებს გვთავაზობენ. ეს ადამიანები ხომ ის პერსონები არიან, ვისაც ვერასოდეს ვერ უგებს ბიძინა ივანიშვილი და ვერც გაუგებს ვერასოდეს. გატეხაზე გააკეთეთ ახლა აქცენტი და უნდა გავიხსენო აუცილებლად რას ამბობდა რეჟიმი, რას თხოვდნენ მზიას თხოვდნენ რომ ბოდიში მოეხადა. მონანიება თავისთავად არ არის ცუდი აქტი, მაშინ როდესაც შენ მიგიძღვის დანაშაული და როდესაც შენი მონანიება შენს პერსონალურ განწმენდასაც შეუწყობს ხილს და საზოგადოებისაც, მაგრამ ადამიანს, რომელსაც არ ჩაუდენია დანაშაული, რომელიც უბრალოდ შენ ჩაიგდე ტყვედ და ახლა ეუბნები ტყვეს რომ მოინანიე იმისათვის რომ შენ მოგცე გიწილადო მე თავისუფლება რომელიც მზია ამაღლობელს ერთი წამითაც არ დაუკარგავს. მან გითხრა ხო რომ სიცოცხლეზე ღირებულია თავისუფლება, ეს მოგწერა ხო ციხიდან და ახლა ჩვენ როგორ უნდა წარმოვიდგინოთ რომ იმ მონანიებით მზია ამაღლობელი თავისუფლებას შეიძენდა და მან ზუსტადაც მეორე წერილში მოიწერა რომ რა სიტყვენო ჩემგანო რომ მოვინანიო რაღაცა ვაღიარო და ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა რომ ჩემთვის სულ ერთი მე ციხეში ვიქნები თუ გარეთო. ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს. სხვა შორის უნდა აღნიშნო რომ ყველას გაუხარდა რომ მზია ამაღლობელმა შეწყვიტა. თქმა უნდა ყველა სიცოცხლე და მით უმეტეს მზია სიცოცხლე არის ძალიან ძვირფასი ჩვენთვის. და ამასთანავე აი როდესაც ჩვენს კოლეგებს ვესაუბრები და არა მხოლოდ კოლეგებს ყველა გააძლიერა მე ამას გრძნობ პერსონალურად მზიას აი ამ აქტმა შიმშილობის აქტმა. თქვენ თქვით როგორ ესაუბრება რეჟიმი ჩვენ საზოგადოებას და მათ შორის როგორ ესაუბრებოდა და ესაუბრება მზიასთან დაკავშირებით. მე მინდა მოვისმინოთ ახლა ერთი კომენტარი, ის პაპუაშვილს ეკუთვნის და მინდა რომ მაყურებელსაც მოვასმენინოთ და შემდეგ განვაგრძოთ ჩვენი საუბარი. გაუგნებული ვარ ევროკავშირის ელჩის განცხადებებით. ეს იყო ჩვეულებრივ პირდაპირ წაქეზება რომ ადამიანს საერთოდ თავი დაზიანება გაეგრძელებინა. ვერც ერთი ელჩი ვერ გამოვიყვანეთ და ვერ ვათქმევინეთ რომ მიემართა რომ შეეწყვიტა ადამიანს საკუთარი თავის დაზიანება. აი აქ ჩანს რომ ზოგიერთებისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია და ეს თუ გახსოვთ ქალბატონ სალომეს წამოწდა კიდევაც რომ მზია ამაღლობელი არის იარაღი. სახელმწიფო არის პირველი გულშემატკივარი პირადად მისი ჯანმრთელობის და კარგია რომ მან შეწყვიტა შიმშილობა. საზოგადოებას რომელიც მზიას თხოვდა ამდენჯერ რამდენი წერილით ან ზეპირი განცხადებით თხოვდა რომ შეეწყვიტა შიმშილობა, იმიტომ რომ მისი სიცოცხლე რომელიც ყველაზე ძვირფასია გადარჩენილიყო. აი ამ ეს ხო მარტო ელჩებზე არ იყო ნათქვამი. ეს საზოგადოებას ეუბნება ახლა. არა, ამ განცხადებაზე, რა ვიცი, ყველა საჯარო ეთერში როცა მეძლევა საშუალება რომ ვისაუბრო აი ამ ადამიანების კომენტარებზე დროის დახარჯვა არის ზედმეტი, უბრალოდ ისინი მართლა ვერ იგებენ
მართლა ვერ იგებენ ვახო იმას რა არის თავგანწირვა და მზია ამაღლობელი ამის მაგალითს გვთავაზობდა და ჩვენ ამიტომ მე პირადად ამიტომ ხედავდი რისკს მე ამიტომ მეშინოდა იმიტომ რომ ვიცოდი რომ მზია ამაღლობელი მართლა თავგანწირულად მიდიოდა ამ შიმშილობის აქტ და მეშინოდა შედეგის და ამიტომ ვთხოვდი მას ყოველთვის საჯარო გამოსვლისას თუ სხვა ტიპის კომუნიკაციისას რომ მას შეეწყვიტა შიმშილობა აუცილებლად იმიტომ რომ ჩვენ ძლიერი და მხნე მზია ამაღლობელი გვჭირდება და ეს პირველ რიგში მას სჭირდება იმიტომ რომ მან უნდა მოიკრიბოს ძალა და იბრძოლოს ახლა უბრალოდ ჩვენ თუ ასე ვაფასებთ აი ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის ადეპტები ასე ვერ აფასებენ იმიტომ რომ დაგვიდეთ რას ამბობს რომ თავს იზიანებდა ზია ამაღლობელი თავს არ იზიანებდა ამოვიწერე ეს აქცენტი იმიტომ რომ ეს ყველაფერს აჩვენებს ზია ამაღლობელი თვითმკვლელობის არც არ ჩადიოდა ზია ამაღლობელი იბრძოდა ეს 38 დღე ამ ფორმით ახლა იბრძოლებს სხვა ფორმით და ეს არის ზუსტად ის არსენალი რომელიც მას გააჩნია და მე დარწმუნებული ვარ რომ შიმშილობის იმ 38 დღიანი ეპოპეით ხო მზია ამაღლობელმა სხვა სტიმული მოგცა ჩვენ ადამიანებს რომლებიც გარეთ ავართ შეიძლება არა ვართ თავისუფლებაში იმ ფორმით როგორც უნდა ვიყოთ მაგრამ გარეთ ვართ არა ვართ საპყრობილეში მაგრამ დღეს ის იწყებს ახალი ტიპის ბრძოლას მე დარწმუნებული ვარ ის ბევრად ეფექტური იქნება ბევრად ძლიერი იქნება და რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტ სტიმულს შეგვძენს ჩვენ მზია ამაღლობელი აუცილებლად უნდა დავიხსნათ საპყრობილედან იმიტომ რომ ჩვენ თუ ბიძინა ივანიშვილს დაუთმეთ რომელიმე სინდისის პატიმარი დღეს პირად ტყვეთ ჩვენ ამით ვერ შევასრულებთ ყველაზე მნიშვნელოვან ჩვენს ფუნქციას მოქალაქის და ჩვენი საუბრის მიწურულს ძალიან მოკლედ რო არ რჩება, მაგრამ ძალიან მოკლედ მინდა გთხოვოთ კომენტირება იმაზე, რაც მოხდა პრეზიდენტთან დაკავშირებით დღეს, როდესაც დაახვედრეს ეს ტიტუშკები, გამოცდილება იმისა, როგორ დარაზმავს ხოლმე რეჟიმი ხალხს, რომ გაუსწორდეს მისთვის არასასურველ ადამიანებს, ეს თქვენს თავზეც გამოგიცდიათ და დღესაც ვნახეთ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, მანამდე გახარიასთან დაკავშირებით, ეს არის არანორმალური ქმედება და არანორმალურ ქმედებას როგორ უნდა გავაკეთოთ კომენტარი. ეს არის არანორმალური ქმედება, რომელსაც გეგმავს ბიძინა ივანიშვილი და გამორიცხულია, რომ არანორმალურ ქმედებაზე ნორმალურმა ადამიანებმა კომენტარი გააკეთონ. დიდი მადლობა.